მოგესალმებით. კვლავ მიხარია თქვენი ნახვა. ამ ვიდეოში ჩვენს მთავარ ამოცანას კლოდის ანგარიშის შექმნა და სამუშაო გარემოს მომზადება წარმოადგენს. ბევრი რამის დაინსტალირება მოგვიწევს, თუმცა ნუ ინერვიულებთ, ეს სულაც არ არის საშიში. პირველ რიგში გადავალთ საიტზე claude.ai, რათა ჩვენი პირადი პროფილი შევქმნათ. შემდეგ კლოდის პლატფორმიდან სპეციალურ API გასაღებს ავიღებთ, რომელიც პროგრამასთან დასაკავშირებლად გვჭირდება. პროგრამირების მხრივ კი დაგვჭირდება Python-ი და ტექსტური რედაქტორი VS Code, რომლებსაც ერთად დავაყენებთ. ბოლოს კი კომპიუტერში კლოდის სამუშაო პროგრამებს ჩავწერთ. მე უკვე შევედი ბრაუზერში, თუმცა რეგისტრაციის პროცესი რომ განახოთ, ინკოგნიტო რეჟიმში გადავალ და claude.ai-ს მოვძებნი. ხედავთ, საიტმა მაშინვე შესვლის გვერდზე გადაგვიყვანა. რადგან მე ანგარიში უკვე მაქვს, პირდაპირ შემიძლია შესვლა. სხვა შემთხვევაში კი უბრალოდ claude sign up-ი უნდა ჩაწეროთ. კიდევ ერთხელ ვცადოთ claude-ზე გადასვლა. სისტემა ავტომატურად გვამისამართებს საჭირო გვერდზე. აქ წერია, რომ შეგიძლიათ რეგისტრაცია ელექტრონული პოსტით გააგრძელოთ. უბრალოდ ჩაწერეთ თქვენი იმეილი და მიხვდეთ ინსტრუქციას. თქვენს მისამართზე მოვა ვერიფიკაციის კოდი, რომლითაც პოსტას დაადასტურებთ. ამ დეტალებზე დროს აღარ დავკარგავთ, რადგან ეს ყველაზე მარტივი ნაბიჯია. ახლა კი ჩემს ჩვეულებრივ ბრაუზერში დავბრუნდები, სადაც უკვე შესული ვარ. აი ნახეთ, მე უკვე კლოდის შიდა სივრცეში ვარ. შრიფტს ცოტათი გავადიდებ, რომ უკეთ დაინახოთ. მარცხენა მხარეს არის მენიუ, სადაც ჩატების ისტორია, ჩემი პროექტები და ახალი საუბრები გამოჩნდება. ეს ვიდეო ინსტალაციას ეხება, ამიტომ სხვა დეტალებში არ შევალ. პირველ შესვლისას დადასტურების კოდს გამოიყენებთ და თქვენს პროფილზე წვდომას მიიღებთ. აი სულ ეს არის საწყისი ეტაპი. ახლა კი API გასაღები უნდა შევქმნათ, რადგან მომავალში ის ჩვენს Python-ის კოდში დაგვჭირდება. ამისთვის გადავალთ Anthropic-ის მართვის პანელზე. დავეთანხმებოთ cookie ფაილებს და აქაც Google-ის ანგარიშით შევიდეთ. სისტემაში შესვლისთანავე თქვენს პირად სამუშაო დაფაზე აღმოჩნდებით. აქ ბევრი სხვადასხვა ფუნქციაა, თუმცა ჩვენ API keys გვაინტერესებს. სწორედ აქედან შევქმნით ახალ გასაღებს. მე გამოვიყენებ სტანდარტულ სამუშაო სივრცეს და ამ გასაღებს კლოდის master class-ს დავარქმევ. ვაჭერთ დამატებას და სისტემა გასაღებს გვიგენერირებს. მას დავაკოპირებ და დროებით ჩემს notepad-ში შევინახავ. თქვენ ნუ ეცდებით ამ კოდის გამოყენებას, რადგან მალე მას გავაუქმებ. აქვე შეგიძლიათ ნახოთ სხვა მონაცემებიც, მაგალითად ხარჯები და მოხმარების სტატისტიკა. ორი საქმე უკვე მოვაგვარეთ. შემდეგი ეტაპი Python-ის დაინსტალირებაა. პროგრამისტების უმრავლესობას ის უკვე ექნება, თუმცა მაინც ვნახოთ საიტი python.org. თქვენი ოპერაციული სისტემის მიხედვით გადმოწერეთ შესაბამისი ფაილი, Windows-ი, Mac-ი ან თუნდაც Android-ი. ჩემს კომპიუტერში ის უკვე აყენია. შესამოწმებლად გახსენით ბრძანებათა პანელი და ჩაწერეთ Python. როგორც ხედავთ, მე 3.13.7 ვერსია მაქვს. თუ გინდათ დარწმუნდეთ, რომ მუშაობს, ჩაწეხეთ print hello და პროგრამა დაგიბრუნებთ ტექსტს. ამის შემდეგ შეგიძლიათ გამოსვლის ფუნქციით დახუროთ. თუ Linux-ს იყენებთ, იქაც ზუსტად ანალოგიურად ხდება გადმოწერა და შემოწმება. ახლა კი დაგვჭირდება Visual Studio Code, იგივე VS Code, რედაქტორის ყველაზე საყვარელი პროგრამა. ამ რედაქტორს მაშინ გამოვიყენებთ, როცა კოდის წერა დაგვჭირდება. მისი დაყენება ძალიან მარტივია. იწერთ საიტიდან და ჩვეულებრივად აინსტალირებთ. ჩემთან ის უკვე მზადაა. ახლა კი კლოდის კომპიუტერის ვერსია გვჭირდება. თავად კლოდის საიტიდანვე შეგიძლიათ გადახვიდეთ აპლიკაციების განყოფილებაში და გადმოწეროთ სამუშაო პროგრამები. ვიწყებ გადმოწერას. ეს ფაილი დააყენებს კლოდის მართვის პანელს. უბრალოდ ორჯერ დააწყაპუნეთ და ინსტალაცია დაიწყება. პროცესი ავტომატურია და თქვენგან ჩარევას თითქმის არ მოითხოვს. შესაძლოა პროგრამამ კამერაზე წვდომა გთხოვოთ. დაეთანხმებით თუ არა ეს თქვენი გადასაწყვეტია. აი პროგრამა დაენყა და მე უკვე ავტორიზებულიც ვარ. თუ თქვენთან სისტემას შესვლას მოითხოვს, გაიარეთ რეგისტრაცია. ხედავთ, აქ ჩემი ყველა ჩატი და პრო ანგარიშის მონაცემები უკვე ჩანს. აქ გვაქვს სხვადასხვა ჩანართები, მათ შორის Claude Code და Claude Cowork, რაც ნიშნავს, რომ ყველაფერი სწორად დავაყენეთ. ბოლოს კი ბრძანებათა პანელისთვის განკუთვნილი ხელსაწყო უნდა ჩავწეროთ. რადგან Windows-ს ვიყენებ, გავხსნი ბრძანებათა პანელს და შესაბამისი კოდით დავაინსტალირებ კლოდის ამ ხელსაწყოს. შევაჯამოთ, შევქმნით ანგარიშები, დავაყენეთ Python-ი, VS Code და კლოდის ლადგილობრივი პროგრამები. აი ყველაფერი მზადაა. Claude CLI წარმატებით ჩაიწერა. შეგვიძლია ჩავწეროთ claude-help და ვნახოთ ყველა ხელმისაწვდომი ფუნქცია. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველაფერი მუშაობს. ამ ვიდეოში მხოლოდ ინსტალაცია გვაინტერესებდა, დანარჩენს კი კურსის განმავლობაში ვისწავლით. ჩვენ მზად ვართ ხელოვნური ინტელექტის ახალი სამყაროში შესასვლელად, რომელიც Anthropic-მა შექმნა.